მოგესალმებით, ამჟამად ვიმყოფებით ბელგიაში, ბრიუსელში და ჩემს უკან თქვენ ხედავთ არქიტექტორ ვიქტორ ორტას მიერ დაპროექტებულ სასტუმრო ტასელის, ანუ იგივე ოტელ ტასელის შენობას. ეს არის არტ-ნუვო სტილში დაპროექტებული ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც 1893-94 წლებში ააგეს. სახლი სამი ნაწილისგან შედგებოდა. ორი შენობა აგურითა და ბუნებრივი ქვით ააგეს. ეს შენობები ორტამ ერთმანეთთან ლითონის კონსტრუქციით დააკავშირა, რომლის გადასახურად მან ჩვეულებისამებრ მინა გამოიყენა. ამგვარი გადახურვის წყალობით ორტას მიერ დაპროექტებული შენობები დღის ნათელ მონაკვეთში მზის სხივებით ნათდებოდა. ანჯამები, კარ-სარკმლის სახელურები, ავეჯი, ვიტრაჟები, იატაკის მოზაიკები და სხვა ბევრი რამ აქაც მისი სახლის მსგავსად ორტას დიზაინითაა შექმნილი. წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე ოტელ ტასელის ხული. შეგიძლიათ დააკვირდეთ, როგორი არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში კარ-სარკმლის მოყვანილობა, როგორი გისოსები არის გამოყენებული სარკმლებზე, როგორი არის მხატვრულ-დეკორატიული გადაწყვეტა, ვინაიდან ეს არის მართლაც რომ ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუში ამ სტილში აგებულ შენობათა შორის. ოტელ ტასელის შენობა ვიქტორ ორტამ ემილ ტასელისთვის დააპროექტა. ტასელი გახდათ ბელგიელი მეცნიერი, პროფესორი. დღესდღეობით ეს შენობა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში, არის კერძო საკუთრებაში. შესაბამისად, აქ მოხვედრა არც ისე ადვილია, ტურისტებისთვის დახურული არის.